შემდეგი საკითხი გახლავთ task-ები. Task-ის გამოძახებისას გამოდის ფანჯარა, რომელშიც შეგიძლიათ ჩამოწეროთ სხვადასხვა დავალებები. მაგალითად, პირველი დავალება გავაკეთოთ, რომ ეს არის მომზადება მასალის დათბირისათვის. კი ბატონო, ჩამოშლით მენიუს და ვეუბნებით დეტალებს. ეს უნდა გაკეთდეს ხვალ, შემახსენოს note video კონტროლი გამოცდების უზრუნველყოფა. საკითხები move to list-ი იყოს რომ არის გიორგის ლისტში და ბექი. როგორც ხედავთ, ერთი გვაქვს. დავამატოთ ახალი. სწორედ ახალი წიჩკა ნიშნავს რომ გაკეთდა. ანუ აქ ვაკეთებთ შეხვედრა ნანასთან. დეტალები ვიდეო კონტროლი. ესეც ორშაბათს თარიღი, კი ბატონო, ბექი და ასე შემდეგ. სხვადასხვა საკითხები. შეგვიძლია ესენი მინიმიზაცია გავუკეთოთ, აქვე ჩავკეცოთ, ან ახალ ფაფშის ახალ ფანჯარაში გავხსნათ, ან დავხუროთ უბრალოდ. task-ზე დაჭერის დროს კვლავ გამოჩნდება და დავინახავთ ჩვენ task-ებს. თუ რომელიმეს მოვნიშნავთ, ნიშნავს რომ ის გაკეთებულია. ასევე არის, როგორც უკვე დაინახეთ, მისი დეტალური დანახვის საშუალება და ასევე თუ გნებავთ მოვნიშნავთ და დავაწვევით delete და ის წაიშლება. მაგალითად მოვნიშნვა და delete. სწორად ერთი წუთი სხვაგან ვიდექი, ხო? შეხვედრა ნანასთან. ბატონო. back to list-ი. ეს სულ ძველი გაკეთებული. ესე, კი ბატონო, მოკლედ ჩვენ გვინდა გავაკეთოთ აი ამის წაშლა წაიშალა. კარგი, ამებს ვტოვებ. ფიქრობ task-ით ძალზედ მარტივია. აქვე გადავდივარ შემდეგ საკითხზე, რომელსაც ქვია საიტები. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ თქვენი საიტები. მე თქვენთან ერთად შევქმნი საიტს. გავაკეთოთ create საიტი. შემდეგ დავარქმევთ name. სახელი არის აი ესეთი. ნახეთ, რასაც აქ ჩავწერთ, ის გამოჩნდება, აი ეს არის ჩვენი საიტის მისამართი. მაგალითად, g დათუკიშვილი იქნება ჩემი მისამართი, on წინ ესეთი ცხადია, კი ბატონო. შემდეგ choose the theme. ავრჩიოთ თემა. სულ ერთია რომელიღაცა თემა, კი ბატონო, რა ვიცი, იყოს მაგალითად აი ეს თემა და create site. დავაწვეთ yes relax. ნაველოდოთ. ველოდებით. აი როგორც ხედავთ, საიტი შეიქმნა. თქვენ შეგიძლიათ უფრო დეტალურად გაარჩიოთ თქვენ თვითონ edit sidebar-ის დახმარებით და edit page-ის დახმარებით თვითოული გვერდის რედაქტირება. მაგალითად მიგცეთ create page-ი, დაუმატოთ, დავუშვათ როგორი კატეგორიის page-ი გჭირდებათ, მისცეთ მას სათაური, მაგალითად 1 2 3 იყოს web page-ის კატეგორიის, create page დავუშვათ. და როგორც ხედავთ, ჩამონათვალში გამოჩნდა 1 2 3 1 2 3 და დავწეროთ 4 5 6 მაგალითად. მივცეთ ბრძანება save-ი. ნუ თუ გვინდა რაიმე attachment-ის მივაბათ, მოდით მივაბათ ბარემ რაიმე ფაილი, ასე მაგალითად ესეთი ფაილი. და
ბატონო, როგორც ხედავთ, ჩაჯდა, შემდეგ დავასეივეთ. Yes. და ვნახოთ რა მივიღეთ. შედეგად ანუ home page-ი 1 2 3 გვერდი და ასე შემდეგ. ამ გვერდის გახსნა კი როგორც ხედავთ, აი ესეთი ფორმით არის შესაძლებელი. აი ეს მისამართი სრულიად სხვა ბრაუზერში რომ ჩავსვათ, ასე მაგალითად. აი ასე შეგვიძლია ვნახოთ და აღმოვაჩენთ, რომ უბრალოდ ვერ დამიკოპირებია ერთი წუთით. Copy და paste. როგორც ხედავთ, ეს გვერდი იხსნება, შეგიძლიათ ან ნახოთ, ან ჩამოტვირთოთ, download-ი გავუკეთოთ კონკრეტულ რომ files. კარგით, ამითი ვასრულებ საუბარს და საიტებზე და უფრო მოგვიანებით კიდევ ერთ ვიდეოს შემოგთავაზებთ დამატებით საკითხებზე.